კონდიცირების სისტემა GRI საქართველოს ბაზარზეა. სვაჩევის კომპანია არის დაარსებული 1991 წელს. ბევრი დეტალი მეც არ ვიცოდი, გუშინ გავეცანი GRI-სთან დაკავშირებულ ძალიან შტამბეშტა ვიტყოდი ანოტაციას. ეს სოფლიოში კონდიციონერების კუთხით ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. პროდუქციას წარმოადგენს პლანეტაზე 190 ქვეყანაში და ამ ჩამონათვალში და 300 მილიან მომხმარებლებში საქართველოს ბაზარიც ხდება. GRI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მიზნად რამდენიმე ამბიციურ გეგმას და მიმართულებას ისახავს და მათ შორის გასხადებულ ამოცანებში ცხადია საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის კონდიციონერების და შესაბამისი სისტემების, ასევე მომსახურების სრული ციკლის უზრუნველყოფა. და ეს ყოველივე მინდა იცოდეთ გარემოს დაცვითი და ენერგოეფექტური სტანდარტების დანერგვით. მას შემდეგ რაც შევიტყვეთ ამ კომპანიის წარმომადგენლობასთან დაკავშირებით საქართველოში, მოვიკითხეთ და დღეს ჩვენთან ერთად არის პაპუნა გელაშვილი. პაპუნა გახლავთ GRI საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი და მე მას მივესალმებ. დილონშიტოვის. მადლობა მობრძანებისთვის. ასევე მადლობა მოწვევისთვის. პაპუნა, მინდა რომ დავიწყოთ მაინც GRI-ზე საუბრი. დიახ. ანუ ეს არის მულტიმიმართულების მქონე წარმოებელი კომპანია, რომელიც ძალიან ბევრ პროდუქტს და თამდევ სერვისებს თავაზობს თავის მომხმარებლებს და პარტნიორებს. კომპანია, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ამოქმედდა, დღეს კონდიცირების ბაზარზე ცალსახად წამყვანი პოზიციები უკავია. რას წარმოადგენს ეს კომპანია და ორიოდე სიტყვით თუ შეიძლება მის წარმომადგენლობაზე საქართველოში. კი ბატონო, სწორად აღნიშნეთ, 1991 წელს არის დაარსებული ეს კომპანია და მისი პროფილი არის კლიმატური ტექნიკა, კონდიციონერების მიმართულებით, თუმცა კონდიცირებაში ჩაშლილი არის ბევრი კატეგორია და ამ კატეგორიებში ყველა მიმართულებით GRI აწარმოებს თავის პროდუქციას. კომპანია ენერჯი არის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში და ყველა ის პროდუქცია, რასაც აწარმოებს GRI, ხელმისაწვდომია საქართველოშიც. ეს მიმართულებები არის ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქცია სპლიტ სისტემა, ეგრეთ წოდებული სახლში, რასაც ვიყენებთ. თუმცა ამის გარდა არის ნახევრად კომერციული მიმართულება, რაც კომერციული დანიშნულებისთვის არის. ასევე არის თვური ტუმბოები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან ასოცირდება და არის მულტი-სპლიტ სისტემა, რაზეც დღეს უფრო გავამახვილებ ყურადღებას, რადგან მომხმარებლის დიდი ხანია საქართველოში მომხმარებელი სპლიტ სისტემას იყენებს არა იმ დანიშნულებით, რაც ქარხანას და წარმოებელს აქვს. კი. GRI-ის ანოტაციაში ბევრი კონკურენტული უპირატესობაა და იმავდროულად ცალსახად არის საუბარი პაპუნა ისეთ თემებზე, როგორიც არის კონდიცირების ნაირსახეობები. თქვენ აღნიშნეთ ერთ-ერთი, რომელმაც ასევე ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ძალიან მარტივად რო ავხსნა მე და თქვენ შემდეგ პროფესიულად თუ შეიძლება ჩაშალეთ მისი ტექნიკური და მათ შორის სამომხმარებლო უპირატესობები. საუბარია, რომ ერთი აგრეგატის ქვეშ, საუბარია გარე აგრეგატზე, რომლის რამდენიმეს გამოყენება გვიწევს ყველას, თუ გვინდა ყველა ოთახი GRI-ლად გქონდეს, შესაძლებელია რამდენიმე შიდა კონდიცირების სისტემის დაერთება და ეს ყველაფერი იმავდროულად ფასითაც კონკურენტული გამოდის, გარდა იმისა, რომ ძალიან სერიოზულად გაუფრთხილდებით ჩვენი შენობების გარე ფასადებს, რომელიც პრობლემაა ყველგან და ჩვენთვისაც პირველ რიგში, ენერგოეფექტურია. ახლა ყველაფერს მე ნუ მომაყოლებთ, მოდი პაპუნასაც ვალაპარაკებთ, თორე უფრო ცოტა ისე გამომივიდა, მაგრამ პარალელურად მიდის სწორედ მულტი-სპლიტ სისტემის პრეზენტაცია, რომელიც გამზადებულია GRI-ს და დანარჩენს პაპუნა დაამატებს. დიახ, სწორად აღნიშნეთ, თუ გვინდა რომ სახლში გქონდეს კომფორტი, აუცილებელია გამოვიყენოთ მულტი-სპლიტ სისტემა, რადგან ერთი კონდიციონერის შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ერთ კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში დაყენება და ბუნებრივია ის მთლიან სახლის გაგრილებას ან გათბობას ვერ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ სხვადასხვა ტემპერატურები იქნება სახლში და ის გარკვეულწილად დისკომფორტს ქმნის. ამიტომ
აუცილებელია კომფორტული დიაპაზონი რომ მივიღოთ ტემპერატურის, ყველა ოთახში გქონდეს ცალკე კონდიციონერი დაყენებული, რაც თავისთავად დიდ პრობლემას ქრის. ეს უკავშირდება ძირითადად ფასადს, გარდა იმისა, რომ არ გვინდა ფასადი იყოს დამახინჯებული რამოდენიმე გარე ბლოკით, ასევე ძალიან ბევრი შეზღუდვები არსებობს ფასადთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა არის შეინებარი ახალ კორპუსებში. კი ბატონო, პროექტში მითითებულია თუ სად უნდა განთავსდეს გარე ბლოკი და ძირითადად ამ პროექტში მითითებულია ერთი ადგილი გარე ბლოკისთვის, რაც ბუნებრივია მომხმარებლისთვის პრობლემას ნიშნავს, იმიტომ რომ სურვილის მიუხედავად უწევს ერთი კონდიციონერი დააყენოს. ამ პრობლემას ძირფესვიანად აგვარებს multi-split სისტემა, რადგან როგორც აღნიშნეთ, ერთ გარე ბლოკზე ხდება მისი დაერთება და ოთახში შეგვიძლია სხვადასხვა ბლოკები დავამონტაჟოთ, სხვადასხვა სიმძლავრის, შეირჩევა ოთახის მიხედვით და დისტანციური მართვის პუნქტით შეგვიძლია ყველა ოთახში მივიღოთ სხვადასხვა ტემპერატურა, ასევე ჩვენ პროდუქციას აქვს აპლიკაციით. დიახ, ასევე ჩვენს პროდუქციას აქვს აპლიკაცია, Wi-Fi-ის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავაინსტალიროთ ეს აპლიკაცია და სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართოთ ჩვენი კონდიციონერები. საქართველოს ყოფნა არაფერი საჭირო. არ არის არაფერი საჭირო. კი ბატონო, მთავარია ტელეფონი თან გქონდეთ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დააყენოთ ტაიმერი, როდის ჩაირთოს, ან სახლში მისვლამდე რამოდენიმე წუთით ადრე ჩართოთ, რომ გაგრილებული აყუნა, რა თქვენ აღნიშნეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, ახალ აშენებულ კორპუსებში დაგეგმარებიდან გამომდინარე ის განსაკუთრებულ კომფორტს და, რა ვიცი, ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც იდეალურად შესრულდება, მაგრამ მეორეს რომ მე ხარ რასაც უყურებ, აღნიშნული სისტემა multi-split-ზე ვსაუბრობ, ცხადია, ძველ აშენებულ ეგრეთ წოდებულ უკვე შემდგარი სახლებისთვისაც გონია რომ გარკვეული შვებაც იქნება და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებდა მის იერსახესაც. თქვენ რას კი ბატონო, გეთანხმებით. ტექნიკურად არის ეს რაიმე სირთულესთან დაყრდნა და არანაირი სირთულესთან არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი რომ შეზღუდვები იყოს, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ ჩვენ საცხოვრებელ გარემოზე. მაინც გაქვს კონდიციონერი ყველა ოთახში. თუ გასაყვანია და აქ მარტო არ არის საუბარი თუნდაც გარე ფასადზე და იერსახეზე, ასევე არის გარე ბლოკს რა თქმა უნდა თავისი ხმაურის დონე გააჩნია, დაახლოებით 50 დეციბელის ფარგლებში მერყეობს, გააჩნია წარმოებელ ბრენდს, რაც გრის შემთხვევაში 50-ია? გრის შემთხვევაში 40-დან იწყება, გააჩნია რადატურით მუშაობს გარე ბლოკი, მაქსიმუმ არის 50 დეციბელი. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთი გარე აგრეგატის გამოცემული ხმაურის დონე. და იმ შემთხვევაში, როცა 3 ან 4 გარე ბლოკი გაქვს დამონტაჟებული ფასადზე, ინდივიდუალურად მიბმული კონდიციონერები. ინდივიდუალურად მიბმულ კონდიციონერებზე ეს არის შემაწუხებელი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მეზობლისთვის. მაგრამ ამ შემთხვევაშიც იდეალური არის multi-split სისტემა, ბუნებრივია. თან აქ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ბიუჯეტთან არის დაკავშირებული. აი, მაგაზე გადავდიოდი, იმიტომ რომ ну, კარგი, ისევ იმ პრეზენტაციიდან გამომდინარე, რომ წარმოვიდგინოთ 3 ოთახიანი ბინა. სადაც თავისი მისაღებიან ან დიდი ოთახიდან, აი კი ბატონო, აი ეს პრეზენტაცია იყოს, ყველგან გადაწყდა ამ კონდიციონერების დაყენება. რეალურად თანხაში გამოხატული რა წარმოადგენს თქვენს კონკურენტულ უპირატესობას, გარდა ტექნიკურისა. ფინანსური თვალსაზრისით. კი ბატონო. ფინანსური თვალსაზრისით ზოგადად მსოფლიო ბაზარზე თანხმდებით, ყველა წარმოებელი არ აქვს მნიშვნელობა ეს გრი იქნება თუ სხვა ბრენდი იქნება. multi-split სისტემა ცოტათი უფრო მეტი ღირს ვიდრე თქვა 3 ოთახში რომ განვათავსოთ რაღაც ინდივიდუალური კონდიციონერი და ავიღოთ multi-split სისტემა, ზოგადად უფრო ზვირი ღირს. თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება არის და გვინდა რომ საქართველოში პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ პროდუქტს, ჩვენ შემთხვევაში იგივე სიმძლავრის კონდიციონერები რო შევადაროთ, დაახლოებით 30%-ით უფრო ბიუჯეტური გამოდის multi-split-ის დაყენება, ვიდრე სტანდარტული split სისტემის დაყენება. როგორც საინსტალაციო ღირებულება. როგორც საინსტალაციო ღირებულება, პროდუქციის ღირებულება. თუმცა ამის გარდა არის კიდევ მუდმივი ხარჯი ელექტროენერგიის, რაზეც ძირითადად მუშაობს კონდიციონერი. ჩვენი multi-split სისტემა არის ინვერტორული ძრავით, რაც თავშივე მოიაზრებს სტანდარტულთან 20%-ით უფრო დაბალ
გადასახადს, ანუ უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიყენებს, იმიტომ რომ ერთი არცა საწყისი ფასი არის იაფი, მეორე რაც მუდმივად გვიწევს, რომ გადავიხადოთ თანხა. შესაბამისად, ჩვენ მულტისპლიტით ვიღებთ ძალიან ბევრ უპირატესობას. პირველი ის არის ფასადის იერსახე და ის პრობლემები, რაც არსებობს, ამ პრობლემების გადაჭრა. მეორე არის ეს პირველადი შესაძლებელი თანხის უფრო ბიუჯეტურობა და შემდგომში ყველა, ანუ არ ვყიდულობთ კონდიციონერს 1 წელი ან 2 წელი ან მოხმარებთ, ეს არის ხანგრძლივი. შესაბამისად, ყველა ეს პერიოდი, კი ბატონო, ყველა ეს პერიოდი გაცილებით უფრო ეკონომიურია, ვიდრე სპლიტ სისტემა. ეს არის ძირითადი უპირატესობები, თუმცა რაც თავარია, ყველა ოთახში ჩვენ შეგვიძლია ინდივიდუალურად ვაკონტროლოთ ტემპერატურა და მივიღოთ ის კომფორტული ზონა, რაც ჩვენთვის მისაღები არის. მადლობა პრეზენტაციისთვის. მადლობა თქვენო. მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ. იმედი კიდევ ბევრს გავიგებთ. კი, აუცილებლად ბევრი სიახლე გვაქვს, ბევრი სხვადასხვა კატეგორიის კლიმატური ტექნიკები და პროდუქტიც საკმაოდ მრავლად არის შესული. მადლობა დიდი. მადლობა მინდა უთხრა პაპუნა გელაშვილს მობრძანებისთვის. პაპუნა, გახლავთ გრი საქართველოს გაყიდვების ხელმძღვანელი.